თქვენ წინა სტუმართან ძალიან საინტერესო ვერსია გამოთქვით, რომ შეიძლება მოხდეს გასასტიკება, ან შეიძლება მოხდეს ჩვეულ სტილში გადატვირთვა სიტუაციის. და გამოჩენა ივანიშვილი. არ, მაგრამ ეს სხვა შორის მე ძალიან ჩამრჩა გონებაში, ამაზე არ მიფიქრია. ვერ გეტყვით ახლა დანამდვილებით, მაგრამ სანამ ჩვენ ამ დაშვებამდე მივალთ თუ თქვათ ამის სურვილი თქვენ გექნათ როგორც წამყვანს, ჩვენ კიდევ ერთხელ თქვათ ორიოდე სიტყვა რას წარმოადგენს ტელეკომპანია იმედი. რას წარმოადგენს ამ ფორმაციის ტელეკომპანია იმედი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს სხვა ფორმაციის ტელეკომპანია იმედი, რომელთანაც თქვენ შეხება გქონდათ პროფესიული და მე შეხება მქონდა არაერთგზის როგორც რესპონდენტის. აბსოლუტურად ის გარემო, რომელიც მე მახსოვს, რადიკალურ თვისობრივად განსხვავებული იყო იმისგან, რაც დღეს მივიღეთ. ჩვენ მოვისმინეთ დღეს და გუშინ, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა და ასე შემდეგ. ვისმენთ ასევე ქართული ოცნების სპიკერების ემოციურ აშლილობას მათ შეფასებებში და ეს აბსოლუტურად გასაკვირი არ არის, ვინაიდან ეს სისტემა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და არაერთგზის დაგვიხასიათებია თქვენ გადაცემებში, რამდენიმე საყრდენს ეყრდნობა და ერთ-ერთი საყრდენი არის არა სიტყვის თავისუფლება, არამედ იაფასიანი პროპაგანდა. და როდესაც ჩვენ ამ ფორმაციის იმედზე ვსაუბრობთ, როგორც სისტემა შემქმნელ ორგანიზმზე, ჩვენ უბრალოდ ისეთ საინფორმაციო არხზე კი არ ვსაუბრობთ, რომელიც საინფორმაციო ჰიგიენას არ ღვევს. არამედ გაცილებით უფრო შორს მიდის თავის პოლიტიკაში, რომელიც თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული. რომელიც ქვეყნის გენეტიკური კოდის ჩამოშლისკენ არის მიმართული, რომელიც ისტორიის გადაწერისკენ არის მიმართული, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვა პატრიოტიზმი, ნაცვლად ნამდვილი პატრიოტიზმისა სათავგადასავლო პატრიოტიზმის პოპულარიზაციით არის დაკავებული და სათავგადასავლო პატრიოტიზმი არის ყველაზე არათუ არასერიოზული, არამედ უპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ფუთავს ვიცობას, არაკომპეტენტურობას და იმ სტატიკას, იმ რაც კონიუნქტურული ინტერესებისა, რაზეც ჩვენ თქვით. ამიტომ ეს არის რეალურად დღეს ჩვენ რაზე გვაქვს საუბარი, როდესაც მინიშნება არის თითქოს და სიტყვის თავისუფლების ხელყოფაზე გნებავთ ეს იმედის გადმოსახედიდან თუ პოზიტივის გადმოსახედიდან. ამდენად ისეთ ახლა კეისრისაო და ნურცერ ჟურნალისტს ეწყინება იმედში მომუშავეს თუ პოზიტივში მომუშავეს, ვინაიდან დღეს ჩვენ ყველას ძალიან შეგვიზღუდეს ემპათიის სივრცე, ვინაიდან ქვეყანა იმდენად გამალებული სიჩქარით მიემართება და მისი ჩაცურება იმდენად გამალებული სიჩქარით ხდება გეოგრაფიაში, რომ დღეს ზედმეტი თანაგზნობის, ემპათიისა და სოლიდარობის თუ ვითომ სოლიდარობის საშუალება არც თქვენ და არც მე არც ერთი ეთერის მეშვეობით პრაქტიკულად არ გვაქვს. აი ამაზე არის დღეს რეალურად საუბარი, როდესაც ასეთ იაფასიან ვიმეორებ გამოსარჩლებას ვისმენთ ჩვენ გნებავთ იმედის მისამართით ან გნებავთ პოზიტივის მისამართით. არა, მე ვფიქრობ, რომ მათთვის იმიტომ არის აი აშლილობა, ემოციური აშლილობაო, ხო ბძანეთ. იმიტომ რომ რეალურად ხო მართლა ამაზე დგანან, ეხლა სწორს ბრძანებთ თქვენ ის პროპაგანდა, რის გამოც დასანქცირდა ეს ორი ტელეკომპანია, არის ძალიან ღიად გამოხატული და შემთხვევითი არ იყო, რომ უკრაინაში პუტინის შეჭრის 4 წლის თავს დაემთხვა ზუსტად ამ სანქციებზე გადაწყვეტილება. ბატონო ვიქტორ, ეს რას მოუტანს ქვეყანას? უკვე მგონია, რომ რიტორიკულია ეს კითხვა. ყველა კარგად ხედავთ რა რეალობაშიც ვართ, მაგრამ კიდევ უფრო და უფრო მეტად იძაბება აი ამ ემოციურ აშლილობასთან, აი აშლილობის პარალელურად. ეხლა რამდენიმე დღის წინ მაყურებელს ვუყვებოდი გერმანიის ელჩის შესახებ, რა წარმოუდგენელი თავდასხმების ობიექტია. ევროკავშირის ელჩი, დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს და პირდაპირ მნიშვნელობით საქმეების გარჩევა იყო როგორც ჩანს, იმიტომ რომ 40 წუთი ველოდებოდიო, მაკაბოჭორიშვილმა თქვა, რომ არგუმენტი მოგვესმინა და არგუმენტი არ იყო, ანუ საქმეების რჩევა მიდის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან და
საბოლოოდ ეგ ყველაფერი სადამდეც მიიყვანს ამ ქვეყანას, მე მგონი ყველა გადასარევად ხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, გამორიცხო, მე მაგალითად ვუყურებ ამ სურათს ასე, რომ ეხლა არის ქვეყანა ხო კრიზისშია, მაგრამ თვითონ მგონი, აი, ჩემი განცდაა, რომ ოცნებაც კრიზისშია. ივანიშვილი ძალიან მძიმე კრიზისშია. ამის იქით ვერც ეს მინისტრთა კაბინეტი, ვერც პრემიერი, ვერავინ ვეღარ წავა. გაუარესებულია იმდენად ხომ მდგომარეობა. არის გამორიცხული, მეტნაკლებად ხომ გაქვთ ამ კაცზე წარმოდგენა და მის მაგალითად წლების წინანდელ გადადგმულ ნაბიჯებზე. ეხლა ამ კრიზისში გამორიცხავთ, რომ უცებ ივანიშვილი უკან შემობრუნდეს, ანუ ღიად ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში? დავიწყოთ იმით, ინგა, კიდევ ერთხელ მოკლეზე გეტყვით, რომ ჩვენ ცხოვრობთ ძალიან უცნაურ სამყაროში, როდესაც ჩვენ კი ვსაუბრობთ პროპაგანდაზე, თქვათ, ტელეკომპანია იმედის მხრიდან და თითქოს და გვიკვირს, რატომ არ უნდა აჯობოს მართალმა სიტყვამ იაფასიან პროპაგანდას, მაგრამ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მართალი სიტყვა ყოველთვის არ კმარა თუ საკმარისი ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, ამას ჩვენ ხო რეალისტები ვართ. კი, თუ რამე ვიცი, ეგ ნამდვილად ვიცი. ხო, ამიტომ სწორედ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოში უთანასწორო თამაშის ველზე, მათ შორის მედია სივრცეში, აი სწორედ აქ არის ჩვენი ერთ-ერთი პრეტენზია ხელისუფლების მხრიდან, რომ ის, რასაც ის სიტყვის თავისუფლებას უწოდებს, ეს არის ძალიან ძლავრი საბიუჯეტო, არასაბიუჯეტო რესურსით გაძლიერებული პროპაგანდისტული მანქანა. ამიტომაც აქაც ჩვენ აი ამ დეფინიციებში ძალიან პირუხმნელი და მართალი უნდა ვიყოთ. ასე რომ ეს რაც შეეხება აი ამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი იმედის მიმართებას ზოგადად აი ამ მთლიან სურათთან. მე არ ვიცი ახლა თქვენ აი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დაშვება ძალიან ორიგინალური არის. არანაირ ინფორმაციას არ ეყრდნობა ოღონდ, უბრალოდ გამიჩნდა აზრი ასე. იცით, ამ შემთხვევაში თავს უფლებას მივცემ და მაინც მეც იცით გარკვეულწილად შემოყვებით ასეთ დაშვებაში, თუ რა სადმე რაღაც აი საშუალება დარჩა ამათვის, ამ ბატონებისთვის მათი მართლობის პირობებში გარკვეული ხელოვნური თუ ნახევრად ხელოვნური გადახალისების, აი შეიძლება იყოს სწორედ ეს ნაბიჯი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. სიმართლე გითხრათ, რამდენად იმუშავეს, მაგრამ მე სხვა რამეში უფრო მინდა, რომ სხვა რამეზე მინდა ყურადღება გადავიტანო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საშველზე და პერსპექტივაზე. პრაქტიკულად ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ აი მთელი ჩვენი ეთერი ძალაუნებურად ჩემი მხრიდან გამოვიდეს, აი კონსტატირება იმისა, რომ როგორ ცუდად მიდის საქმე, როგორ ვარგისია ეს ყოველივე, რასაც ხედავთ და დამანახეთ, რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს. მე ჩემი აზრით ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ეხლა ხანდახან ადამიანი მოძრაობით იღლება. ჩემი აზრით ჩვენი მოსახლეობა უკვე უმოძრაობით და უძრაობით გადაიღალა. ეს ერთი და ასევე მობეზრდა წარუმატებელი ქვეყნის იმიჯის ასეთი რუდუნებით და თანმიმდევრულად დამკვიდრება. და მსხვერპლის როლი. ხო, აი სწორედ ესე ვთქვათ, ესე ტერმინიც არის, აი დიფიტიზმი რა. ეხლა რასაც ჩვენ ვხედავთ იგივე რეგიონში, ხო? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეხლა ხო პატივისცემით ჩვენი მეზობლად, ჩვენ ხო თეთრი შურით ვსკდებით. ნამდვილად. ან როდესაც ჩვენ ვხედავთ გლობალურ ასპარეზზე რაც ხდება ეხლა ბოლოს ტრამპის მშვიდობის საბჭოს შეკრება და თავი დავანებოთ ეხლა ეს მშვიდობის საბჭო როგორი ეგზოტიკური ინიციატივა არის, მაგრამ აი მიუხედავად ამ ძალისხმევისა, ამ ეპატაჟური მიმართვებისა და ასე შემდეგ, თვით ფაქტი რომ იქაც კი არ მოხდა ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვადასხვა პოლიტიკური ფორმაციების, სხვადასხვა რეჟიმების ხელისუფლებები მოხდნენ და იცით თავარი პასუხი რაში გამოიხატებოდა, რატომ არ მოხდა ჩვენი ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ 60-მა ქვეყანამ მიიღო მოწვევა. შუაში თვითონ ტრამპმა განმარტა ძალიან საინტერესოდ, რომ როცა მას კითხეს, რატომ არ გაიგზავნა მოწვევა, მათ ვისაც არ გაეგზავნა. მოწვევა არ გაეგზავნა მათ, ვინც უძლურებით манипуლირებას აკეთებენ, სპეკულირებენ და ამ სპეკულირებით და უძლურებით თავიანთ პასუხისმგებლობას გაურბიან. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, აი
ამ გადაღლაზე, წარუმატებლობით, გადაღლაზე უძრაობით, აი ამას მინდა მე ჩავეჭიდო, როგორც შეიძლება ძალიან ამბიციურად, როგორც აი პერსპექტივას და იმედის ნიშანს ვეც, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ეხლა ჩვენ მთელი მოსახლეობის სახელით ვერ ვილაპარაკებთ, როგორც ზოგ პოლიტიკოს ჩვევია, მაგრამ ერთხელ და საბოლოოდ ისინი დადგებიან არჩევანის წინაშე, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი არის. და სწორედ ამაში უნდა ვეძებოთ ჩვენი ხელჩასაჭიდი, როდესაც ეს მომაბეზრებელი ვითარება, ეს გადაღლა უძრაობით, გადაღლა ყოველთვის ეს ვთქვათ უფერობით. ფაქტიურად შემგოებლობა იმისა, რომ ჩვენ ფერად კი ვრჩებით სოფლიო რუკაზე, მაგრამ როგორც ასეთი ფუნქციურ დატვირთვას, ამბიციას, ეგოს, იცით, როგორც აი ხანან აღტკინებას, აი ვიცლებით თვალსა და ხელშუა, რომ ეს ერთხელ და საბოლოოდ ჩვენს გენეტიკურ, ისტორიულ და მეხსიერების კოდზე აისახება და ალბათ სიტყვა მაშინ ითქმება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ფერებზე საუბრობდით და რუკაზე ფერზე და ამიტომ ალბათ ამას ეს უნდა გავიმეოროთ ჩვენ და ამ ხრივ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს მათ შორის უნდა მოუწოდოთ, რომ როგორც არასდროს ეხლა არის მეტი ოპტიმიზმის დრო, მეტად განწყობის, მეტად პერსპექტივაზე ჩაჭიდების და ეს ბედი ჩვენს ხელთ არის. მე ერთი დასკვითი სახით რა, როდესაც ჩვენ ბრიტანულ სანქციებზე საუბრობთ, ან ამერიკას, ჩვენ არც ბრიტანეთს ვადიდებთ და არც ამერიკას. ჩვენ ჩვენი გვჭირს ამ შემთხვევაში და ეს სანქციები არა ვინმეს უპირატესობის ჩვენება არის და ჩვენი დაჩაგვრისა. არამედ ეს არის ერთგვარი რენტგენი, აი თუ გინდათ ეს ტრამპის საბჭო. ამ რენტგენზე პრაქტიკულად ჩვენ მერამდენეჯერ უკვე გაგვატარეს ჩვენი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით და დასკვნა სამედიცინო, რომელიც ჩვენ მივიღეთ და სხვათა შორის სიტყვა სამედიცინო შემთხვევით არ, მე მგონი აქ არც უამისობა არის. აქ პოლიტიკის ნარევიც არის, ფსიქიკისა და ფსიქოლოგიის ნარევიც არის. და პრაქტიკულად ამ დასკვნას, რომელსაც ჩვენ მერამდენეთ უკვე ეს დასკვნა, რო იტყვიან აი შუბლზე აგვაკრეს, არც თუ სახარბიელო არის და არც თუ მოსაწვევი. აი და ეს უნდა დამესვა სწორედ ბოლო კითხვა თავისთავად ეს სანქციები კიდევ ერთხელ გაუსვამდი ხას ვინაიდან ქართული ოცნება აქცენტირებს თავისუფალი სიტყვა, ну ამაზე მე მგონი განმარტებაც არაა საჭირო ჩემი მხრიდან. სწორედ ამიტომ გაუსვამდი ხას, რომ ეს სანქციები გადაწყვეტილი იყო ზუსტად უკრაინაში პუტინის შეჭრიდან, პუტინის ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე, როგორც რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები და ესაა ჩემი ბოლო კითხვა. თვითონ რა სიგნალი იყო ეს ოცნებისთვის? აი ვინაიდან თქვენ რენტგენზე საუბრობდით, რა დასკვნა უნდა გამოიტანოს, ალბათ გამოიტანეს, მაგრამ რაზე მეტყველებს ეს ოცნებისთვის? მოდით ესე ვთქვათ, ეს არის სიგნალი არა იმდენად ოცნებისთვის, რამდენადაც მათ შორის ოცნების მხარდამჭერებისათვის და ამორჩევლებისათვის. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი არის. ეს არის სიგნალი და მოწოდება ცვლილებებისაკენ. ცვლილებებისაკენ, რომლებიც პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური აფილიაციისა. ეს არის სიგნალი ისეთი ცვლილებებისაკენ, სადაც გაუმჯობესება გაუარესების გარეშე უნდა ხდებოდეს. ეს არის მოწოდება ისეთი ცვლილებებისაკენ, როდესაც ქვეყანა მსოფლიო რუკაზე უნდა დაბრუნდეს. და ხატოვნად რო ვთქვათ, ის ამბიცია და როლი უნდა შეიძინოს, როდესაც პრაქტიკულად აი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, როგორც საქართველო არის ევროპის ხუთჯვრიანი ციხესიმაგრე, ბასტიონი აზიის, ევროპისა და აზიის საზღვარზე. ჩვენი ამოცანა, ჩვენი ხვედრიც ამავე დროს და ჩვენი ტვირთიც არის, რომ ვიყოთ იმაზე მეტად ამბიციური, ვიდრე ჩვენი რესურსი. ხანდახან მატერიალური თუ ფიზიკური ამას განაწყობს სხვაგვარად 10, 15, 20 წლის გადმოსახედიდან ჩვენ ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ და დავიმკვიდროთ ღირსეულად, ამეტად ეგოისტურ, უმოწყალო და ხშირად ეს ვთქვათ, აი ამორალურ სამყაროში, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის, პრაქტიკულად შეუძლებელი არის. ამიტომ ის რომ მოცნება გაურბის ასეთ მწარე სიმართლეს და გაურბის და ამით ფაქტიურად აღალატებს საკუთარ ამორჩეველსაც, ჩვენი კიდევ ერთხელ ამოცანა არის ამ შემთხვევაში მათაც მიმართოთ და უთხრათ, რომ ის ხვალინდელი დღე, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, მარტო ჩვენთვის კი არ გვინდა.
ეს არის ყველას ერთად საცხოვრისი, სადაც ქვეყნის ინტერესი პარტიულ, ვიწრო კლანურ და ვიწრო ჯგუფურ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგეს ერთხელ და საბოლოოდ. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, წარმატებას გისურვებ, ისე წეღან ფერები რო ახსენეთ, აი უცებ დავფიქრდი და ასეთი ნაცრისფერი, რაც ახლა ამ ქვეყანაშია ფერი, ასეთი რუხი, რომელიც არიფანტება, აი მართლა რაღაც ღრუბელივით, რუხი, მუქი ღრუბელივით გვაწევს თავზე, რა ვიცი, არ მახსენდება და უპერსპექტივობის განცდაში გეთანხმებით და იმაშიც, რომ მსხვერპლის როლიდან საზოგადოება, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ცვლილებები, რომელმაც გადაიარა უმძიმესი დღეები, უნდა გამოვიდეს, ხო, ჩვენ გვჭირდება ამ მსხვერპლის როლიდან გამოსვლა და უნდა მოვითხოვოთ რა, ჩვენი კუთვნილი უნდა მოვითხოვოთ. 7 თებერვალს ჩავატარეთ ექსპო ჯორჯიაზე ძალიან საინტერესო კონფერენცია, რომელიც იგალ ჰილსის პროექტს შეეხება და წანისი და რატი ამაღლობელი გამოვიდა არაჩვეულებრივი სიტყვით, სადაც მისთვის ჩვეული ემოციური ხელწერით გამორჩეული დაახასიათა ეს ვითარება. ეხლა მე ციტირება გამიჭირდება, მაგრამ გარკვეულწილად თანხმედრი იყო იმისა, რაც თქვენ თქვით, მაგრამ მე რამდენად ყოველი ჩვენი ეთერის დროს ჩვენ მაინც ვალდებული ვართ. ვინ თუ არა თქვენ, ვინ თუ არა მე და სხვა ჩვენი თანამემამულეები, რომ აი ეს საკუთარ თავში რწმენა დავაბრუნოთ უნდა. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემი აზრით, რაც უფრო ჩვენ ამ პესიმიზმში გადავარდებით, აი ამ ბატონებს შეუწყობთ ხელს, რომლებიც ახლა ეკრანზე არიან გამოსახულები. გეთანხმებით. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ. ვიქტორ ყიფიანს ვემშვიდობ.